არის დოკუმენტები, რომლებიც მოვლენებს აღწერს და არის დოკუმენტები, რომლებიც რეჟიმების მომავალს განსაზღვრავს. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა სწორედ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემისთვის გასული კვირა სწორედ ისეთ მომენტად შეიძლება იქცეს, როცა მის მიერ აგებულ რეჟიმს საერთაშორისო ენაზე სახელი დაერქვა. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა ივანიშვილის მოსკოვური მმართველობითი მექანიზმის განაჩენია. ეს არ არის კიდევ ერთი განცხადება, რომელიც შეიძლება მორიგი ბრიფინგით ან პროპაგანდისტული კომენტარით გააბათილო. ეს არის იურიდიული მნიშვნელობის ტექსტი, საერთაშორისო სამართლის ენაზე დაწერილი ანგარიში, რომელიც აღწერს, როგორ და რა გზით იქცა ქვეყანა, რომელიც თავის დროზე დემოკრატიული ტრანსფორმაციის მაგალითად ითვლებოდა სისტემური რეპრესიის, პოლიტიკური დევნისა და ინსტიტუციური ნგრევის სივრცედ. ამ დოკუმენტის მთავარი ძალა ის არის, რომ ის არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჩარჩოსაც აყალიბებს. რეზოლუცია შეიძლება რეზოლუციით უპასუხო, განცხადებას განცხადებით. მაგრამ საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში მომზადებული იურიდიული დასკვნა სხვა წონით გრავიტაციას ქმნის. ეს არის ფაქტების, დარღვევებისა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ნიშნების ფორმალიზებული აღწერა, რომლის ბაზაზეც შეიძლება აიგოს უფრო კაცრი საერთაშორისო რეაგირება. ამიტომაც არის ეს მომენტი განსხვავებული. წლების განმავლობაში ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების გაფრთხილებებს უპასუხოდ ტოვებდა. განცხადებები, წერილები, კრიტიკული შეფასებები, ყველაფერი თითქოს ინფორმაციული ხმაურის ნაწილად იქცა. მაგრამ ახლა საქმე უკვე სხვა ეტაპზე გადავიდა. მოსკოვის მექანიზმი იმ საერთაშორისო ინსტრუმენტთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური წნეხისთვის არ გამოიყენება. ასეთი დოკუმენტი იქმნება იმისთვის, რომ დარღვევები ისეთი ფორმით დაფიქსირდეს, რომელსაც შემდგომ სამართლებრივი გაგრძელება შეიძლება და უნდა მოყვეს. სწორედ ამიტომ არის ეს დოკუმენტი განსაკუთრებით მძიმე სიგნალი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის. როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმები უცხოელებისა და შიდა ლოიალისტებისთვის ცდილობენ შექმნან გარეგანი ნორმალურობის შთაბეჭდილება. თითქოს სახელმწიფო აპარატი ჩვეულებრივ მუშაობს, ეკონომიკა ვითარდება და ინსტიტუტები ფუნქციონირებს. მაგრამ დგება მომენტი, როცა საერთაშორისო გარემო ამ დეკორაციას აღარ აღიქვამს რეალობად და ის საბოლოოდ იშლება. ბევრი დამკვირვებლისთვის სწორედ ახლა დადგა ეს ეტაპი. მოსკოვის მექანიზმი ბიძინას მიერ კონსტრუირებული მოსკოვური მექანიზმის წინააღმდეგ მოქმედებას იწყებს. შეუძლებელია ამან პირველ რიგში რეჟიმის ვერტიკალში მყოფნი არ დააფიქროს. ნებისმიერ ჯგუფში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია რეალობის აღქმა და სრულად არ დაჩლუნგებულა თვითგადარჩენის ინსტინქტი, უნდა ხვდებოდნენ, რომ გარემო სწრაფად და ივანიშვილისთვის არასასიკეთოდ იცვლება. როდესაც საერთაშორისო დოკუმენტებში უკვე ფიქსირდება ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა, ინსტიტუციური მიტაცება და პოლიტიკური დევნა, ეს ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის პერსპექტივა აღარ არის თეორიული. ყულფი ასეთ დროს ყოველთვის ნელა, მაგრამ გარდაულად ვიწროვდება. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ჩრდილოვანი მმართველის ან ფორმალური ხელისუფლების საკითხი. ასეთი პროცესები ყოველთვის პერსონალიზდება. ბოლოს ის კონკრეტული გადაწყვეტილებების ავტორებამდე მიდის. იმ ადამიანებამდე, ვინც შექმნა სისტემა, ვინც გასცა ბრძანებები და ვინც მის აღსრულებაზე პასუხისმგებლობას ატარებს. სწორედ ამიტომ მოსკოვის მექანიზმის ეს დასკვნა შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ერთი კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა, არამედ იმ პროცესის დასაწყისი, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს დღევანდელი რეჟიმის და პირადად მისი არქიტექტურის პოლიტიკურ, ისტორიულ და შესაძლოა სამართლებრივ ბედსაც. ისტორია ყოველთვის ხმაურით არ იწყებს განაჩენის წერას. ხშირად ის ამას მშვიდად, ცივად და დოკუმენტურად აკეთებს. მაგრამ როდესაც ასეთი პროცესი უკვე დაწყებულია, ყველაზე სახიფათო შეცდომა მისი შეუმჩნევლობა.